მოხვება თუ არა გაგრძელება უთოს ეგრეთ წოდებული მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებულ მძიმე შინაარსის დასკვნა საქართველოში არსებული ვითარების ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ განხილვის შესაძლებლობა. გაეროს უმაღლესი წარმომადგენლისთვის მიმართვა და ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებაზე გამოძიების ჩატარება. ცოტა ხნის წინ შექმნილი ოპოზიციური ალიანსი ანგარიშში გაწერილი რეკომენდაციების შესასრულებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას აანონსებს. იგულისხმება მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში შექმნილი მისიის ის მოწოდებები, რომელთა ადრესატები საერთაშორისო ორგანიზაციები არიან. ორ კვირაში მომზადებულ მოცულობით დოკუმენტს სიცრუეზე აგებულ პოლიტიკურ დასკვნად აცხადებს ხელისუფლება. მმართველი გუნდი ანგარიში რეპრესიებად შეფასებული კანონების გადახედვას არ აპირებს. მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ დასკვნა წინასწარ დაიწერა. ეუთოს 24 ქვეყნის მოთხოვნით და 4 ქართული ოპოზიციური პარტიის რეკომენდაციით მოსკოვის მექანიზმი ორგანიზაციამ საქართველოს მიმართ პირველად აამოქმედა. დასკვნა, რომელიც ფაქტების დამდგენმა მისიამ ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის და ქვეყნის მიერ ეუთოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესაფასებლად მოამზადა, საკმაოდ კრიტიკულ შეფასებებს მოიცავს. მოსალოდნელია თუ არა დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ ანგარიში ნახსენები კონკრეტული მექანიზმების ამოქმედება. სალომე ქოქიაშვილი განაგზობს ახლა პირდაპირ ეთერში საუბარს. სალომე. დიახ, მოსალოდნელია თუ არა მექანიზმების ამოქმედება რთული სათქმელია, დრო აჩვენებს ამ ყველაფერს, თუმცა უნდა ითქვას, რომ თავად მმართველი პარტია, რომელიც არის ამ დასკვნის ძირითადი ადრესატი, ფიქრობს, რომ ამ დასკვნას და ზოგადად ამ დოკუმენტს ფასი არ აქვს და ასეთი შეფასებისას მმართველი პარტია რამოდენიმე ძირითად არგუმენტს ეფუძნება, რომლებზეც დღეს დეტალურად ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ვიდრე შინაარსში შევიდოდა, მთავრობის მეთაურმა თქვა ის, რომ თავად პოლონელი ექსპერტის მუშაობის დრო აჩენს გარკვეულწილად ეჭვებს, გამომდინარე იქიდან, რომ პოლონელმა ექსპერტმა საქართველოში 2 დღე დაჰყო და 14 დღე იყო იმისათვის, რომ 100 გვერდიანი დასკვნა დაეწერა. რაც შეეხება თავად ექსპერტის ვინაობას, ამ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ დასკვნას იმთავითვე ეჭვქვეშ აყენებს პოლონელი ექსპერტის ინტერესთა კონფლიქტიც, მისი დაახლოება პოლონეთის მთავრობასთან, რომელიც, როგორც პრემიერმა აღნიშნა, ექსპერტმა თავად დამალა. რაც შეეხება უკვე შინაარსობრივ ნაწილს. შინაარსობრივ ნაწილში მმართველი პარტია არ ეთანხმება არც ერთ პუნქტს, გამომდინარე იქიდან, რომ ამბობს, რომ 2 დღის განმავლობაში ექსპერტისთვის მიწოდებული არგუმენტები მმართველი პარტიის მხრიდან არ მოხვდა საერთოდ დასკვნაში. მაგალითად, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ამბობს, რომ არ მოხდება გაუქმება უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონისა და მას შესაძაც ამ კანონის შეუსაბამობაზე საუბრობს ექსპერტი, იქვე ისიც უნდა დაეწერა, რომ ბოლო წლებში საქართველოში რევოლუციის და ხელისუფლების დამხობის 5 სხვადასხვა მცდელობა იყო. რაც შეეხება მაგალითად მეორე კანონს, რომლის გაუქმების მოთხოვნაც არის და ეს არის ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის კანონი, ამ შემთხვევაშიც პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ეს კანონის სრულ შესაბამისობაში არის საერთაშორისო სამართალთან და საქართველოში კანონით იქნება დადგენილი, რომ არსებობს მხოლოდ 2 გენდერი, ქალი და კაცი. რაც შეეხება უკვე სხვა არგუმენტებს, მაგალითად იქ საუბარი თვითონ დასკვნაში იმ ნაწილშიც საუბარი არის გასული 1 წლის განმავლობაში საპროტესტო აქციებზე და ამ აქციებზე სამართალდამცველთა მხრიდან ცალკეული ძალის გადამეტების შემთხვევებზე. პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ეს საქმე არის გამოძიებაში, თუმცა ის გადაცდომები, რომლებიც დაახლოებით 1 წლის წინ, იმ გადაცდომებს, რომელსაც დაახლოებით 1 წლის წინ ჰქონდა ადგილი, რა თქმა უნდა, პასუხი გაეცა იმით, რომ შემდგომში ყველა ხარვეზი იყო ამოფრული და მაგალითად 4 ოქტომბრის დამხობის ასე ვთქვათ, სცენარის აღკვეთის დროს პრემიერ-მინისტრის თქმით სამართალდამცველებმა იმუშავეს სრული სიზუსტი და წესის ყველანაირი წესის დაცვით. და ბოლოს ერთ-ერთი კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტი, რომელსაც მმართველი გუნდი იშველებს, არის ის, რომ პოლონელ ექსპერტს ბოლოს და ბოლოს შეეძლო სწორად მაინც დაეწერა ქვეყნის სახელი და სცოდნოდა ის ქვეყანას საქართველო ჰქვია თუ საქართველოს რესპუბლიკა, როგორც ის ანგარიში წერს. შესაბამისად პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ამ დასკვნას საქართველოს მთავრობისთვის ზოგადად ფასი არ აქვს. აღნიშნულმა კანონმდებლობამ სახელმწიფოს ხელი შეუწყო ქვეყნის დამშვიდებაში, მას შემდეგ, რაც მას გარეთ დაფინანსებით ორგანიზებული რევოლუციის რამდენიმე ძალადობრივ მცდელობასთან გამკლავება მოუხდა. შესაბამისად, გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობის მოქმედებას ქვეყნის სტაბილური დემოკრატიული განვითარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონი უპირისპირდება LGBT პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანას ან მინდობით აღზრდას, სქესის შეცვლის მიზნით სამედიცინო манипуляციის გამოყენებას. ეს კანონი სრულ შესაბამისობაშია სამართლებრივ პრინციპებთან და მისი გადახედვის არავითარი საფუძველი არ არსებობს. ძალადობრივი მიტინგების დროს დაფიქსირდა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენების რამდენიმე შემთხვევა, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც შეიცავდა.
სამწუხაროდ გამოძიებამ შესაბამისი პირების იდენტიფიცირება ვერ შეძლო. თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო სათანადო ზომები ამგვარი გადასტუმების პრევენციისთვის, რის გამოც სამინისტრო სისტემაში უმნიშვნელოვანესი ცვლილებები განხორციელდა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მიღებული ზომების შედეგად გასული წლის 4 ოქტომბერს ხელისუფლებამ სრულად შეძლო ინციდენტების თავიდან არიდება და ხელისუფლების გადატრიალების ძალადობრივსთელობას უმაღლესი სტანდარტებით დაუპირისპირდა. კრიტიკული განცხადებები, რომელსაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აკეთებენ ოპოზიციის, ეგრეთ წოდებული NGO-ების თუ კონკრეტული ელჩების მიმართ, ყოველთვის არის პასუხი ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივი და ანტიდემოკრატიულ ქმედებებზე, ეგრეთ წოდებული NGO-ების რადიკალურ პოლიტიკურ აქტივობებზე და ელჩების მიერ ვენის კონვენციის უხეშ დარღვევაზე. ასეთ პირობებში ხელისუფლების ხმას ბუნებრივია მიგრძელებული უცხოელი ექსპერტის მოწოდება ვერ ჩაახშობს. საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს მომავალშიც ხმამაღლა დაიცავს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეეტანა და სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა ქვეყნის შიდა საქმეა და ამაში ქვეყნის გარედან ვერავინ ჩაერევა. საქართველოში სამართლის უზენაესობა, პოლიტიკური კონიუნქტურას არც მომავალში დაექვემდებარება და მყარად იქნება დაცული. საქართველოში დაცული უნდა იყოს მედიის ობიექტურობის სტანდარტები და 150 პოლიტიკურ აქტივისტს არ უნდა ჰქონდეს დანარჩენ მოსახლეობაზე ძალადობის უფლება. აქედან გამომდინარე შესაბამისი კანონმდებლობა არათუ არ უნდა გაუქმდეს, არამედ ზედმიწევნით ახსოვდება. დასასრულს საქართველოს არის დემოკრატიული სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია EUTHOS წევრ ბევრ ქვეყანას, მათ შორის მოსკოვის მექანიზმის ინიციატორ არაერთ ქვეყანას იქით ასწავლოს დემოკრატია, ადამიანის უფლებები, შემწყნარებლობა, შეკრების თავისუფლება, მედიის თავისუფლება, მედია პლურალიზმი, პოლიტიკური პლურალიზმი, დემოკრატიული არჩევნები და ბევრი სხვა რამ. ამ თემაზე მზადვართ გავმართოთ საჯარო დისკუსია ყველასთან, ვისაც ობიექტურობაზე აქვს პრეტენზია. საქართველოს სჭირდება არა დემოკრატიული სისტემის გამუდმებული საბოტაჟი, არამედ კონსტიტუციური წყობილების გამართული ფუნქციონირება. საქართველოს სჭირდება არა ბუნდოვანება, არამედ გამჭრელობა. საქართველოს სჭირდება არა ტოტალური LGBT პროპაგანდა, არამედ ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვა. საქართველოს სჭირდება არა მუდმივი ქაოსი და არეულობა, არამედ მშვიდობა და სტაბილურობა. საქართველოს სჭირდება არა სიცრუე და სიძულვილი, არამედ ობიექტური მედია. საქართველოს სჭირდება არა უმცირესობის ძალადობა უმრავლესობაზე, არამედ უმრავლესობის დემოკრატიული მმართველობა. საქართველოს სჭირდება არა კრიმინალი პოლიტიკაში, არამედ სამართლის უზენაესობა სახელმწიფოში. საქართველოს სჭირდება არა ის, რასაც ითხოვენ მოსკოვის მექანიზმის ავტორები, არამედ ის, რასაც ხარი დაუჭირა საქართველოს მოსახლეობამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში. ეს არის მშვიდობა, სუვერენიტეტი და წინსვლა ჩვენი ქვეყნისთვის. აი ქართული ოპოზიცია კი მაინც ფიქრობს, რომ საქართველოს მოსკოვის მექანიზმის აღსრულება სჭირდება, მაგალითად ამ თემაზე დღეს საგანგებო პრესკონფერენციაზე ისაუბრეს ახლად შექმნილი ოპოზიციური გაერთიანების წარმომადგენლებმა, რომლებმაც წარადგინეს ერთთვიანი სამოქმედო გეგმა იმის შესახებ, როგორ უნდა იმოქმედონ მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში გამოქვეყნებულ დასკვნასთან დაკავშირებით. ისინი ამბობენ, რომ ხელმომწერ ქვეყნებში მათი მთავარი ამოცანა იქნება, რომ დაიწყოს ეროვნულ დონეზე გამოძიებები, რომლებმაც საბოლოო ჯამში საქმე უნდა მიიყვანოს ჰაგის საერთაშორისო სასამართლოში სარჩელის შეტანამდე. რაც შეეხება უკვე საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს ასეთი კაფეოდ განსაზღვრული გეგმა არ აქვს, თუმცა ისინი მაინც ფიქრობენ, რომ ეს დასკვნა საკმაოდ მძიმე განაჩენია მმართველი პარტიისთვის. ეს არის ძალიან მძიმე ჩვენი ქვეყნისთვის ის შეფასებები, ის გარემოებები, რაზეც საუბარია ამ კონკრეტულ დასკვნაში. ახლა რაც არ უნდა ეცადოს ოცნება ამ კონკრეტული დასკვნის გაუფასურებას, რაც არ უნდა ეცადოს იმას, რომ ეს დაიყვანოს კონკრეტულ ინდივიდების დონეზე, ეს ნამდვილად ასე არ არის. თუ აქამდე საერთაშორისო საზოგადოებისთვის ივანიშვილის რეჟიმი იყო უბრალოდ არალეგიტიმური, დღეს ეს რეჟიმი არალეგიტიმურთან ერთად უკვე არის ბრალდებული რეჟიმი. ამიტომ ჩვენ გვაქვს იმის პასუხისმგებლობა და ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ მოსკოვის მექანიზმის ანგარიშში ჩაწერილი ძალიან კონკრეტული ინიციატივები მოვიდეს მოქმედებაში. გვესმის, რომ ჰააგის საერთაშორისო სამართლოს ხანგრძლივი პროცედურები აქვს, მაგრამ ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება, რომ წევრ ქვეყნებთან დავიწყოთ აქტიური კომუნიკაცია, როგორც გიგამაღნიშნა, იმისათვის, რომ ცალკეული ქვეყნების სამართლებრივი და მართლმსაჯულების დონეზე მოხდეს ამ დოკუმენტის რეალიზება. ეს დოკუმენტი იძლევა საშუალებას, რომ ნებისმიერი პირი, რომელიც უშუალოდ იყო ჩართული ამ დანაშაულებების განხორციელებაში, მათი პასუხისმგებლობის საკითხი სხვადასხვა ქვეყნების ეროვნული კანონმდებლობის დონეზე, არა მარტო საერთაშორისო სამართლის დონეზე, მოხდეს მათზე რეაგირება.
ამ ოპოზიციურ გეგმას დღევანდელ პრესკონფერენციაზე საქართველოს მთავრობის მეთაურმა უპასუხა, თქვა რა, რომ ოპოზიციის ამ შემადგენლობას ზოგადად მორალური უფლება არ აქვს მისი აზრით მსგავს თემებზე ისაუბროს და ილაპარაკოს, ვინაიდან ისინი, ასე ვთქვათ, გარე ძალების დაქვემდებარებაში არიან და მხოლოდ მათ დავალებებს ასრულებენ. ესეთი იყო პრემიერ-მინისტრის შეფასება ამ ოპოზიციურ გეგმასთან დაკავშირებით, რაც შეეხება ზოგად შეფასებას. მმართველი პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ასე ვთქვათ, ისინი არც ერთ პუნქტს ამ დასკვნაში მოყვანილს არ ეთანხმებიან და ამ დასკვნის შემუშავების ერთ-ერთი მიზანი საქართველოზე ზეწოლის გაგრძელება იყო. პირველ რიგში ეს არის კრიმინალების განცხადება. თავის დროზე, იგივე როდესაც საუბარია ძალადობაზე, თქვენ გახსოვთ, მათი ძალადობა მაგალითად მედია საშუალებებზე. თქვენ გახსოვთ მათი ძალადობა 26 მაისს, როდესაც მშვიდობიან შეკრება შეეწირა რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე და ახლა ეს კრიმინალები, ეს დამნაშავეები, რომლებაც ქვეყნის ტერიტორიების 20% გადააბარეს, საუბრობენ ასეთ რაღაცეებზე, ხო? ამ კრიმინალს გამოუტანა განაჩენი ქართულმა საზოგადოებამ, შესაბამისად მათ განცხადებებს არავითარი ფასი არ აქვს საზოგადოების თვალში, ამიტომ არ აქვს ფასი არც მათ განცხადებებს, არც მოსკოვის მექანიზმის ანგარიშს, არც რაიმე სხვას, იმიტომ რომ ქართული საზოგადოება ძალიან კარგად არჩევს ერთმანეთსგან შავსა და თეთრს. რაც შეეხება მათ გაერთიანებას, ამასაც არავითარი ფასი არ აქვს, თლიანად დისკრედიტირებულია ოპოზიცია, შესაბამისად შეუძლიათ გააგრძელონ იმის კეთება, რაც საკეთებენ, აბსოლუტურად ნულია მათი წარმატების შანსი. მოსკოვის მექანიზმის წარმომადგენლები, რომელიც იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროში, მათ წარუდგინეთ ჩვენ იმ აქციის მიმდინარეობის ვიდეო მასალა და თავადვე აღიარეს, რომ ეს აქცია იყო ძალადობრივი ხასიათის და ეს ჩანაწერი არსებობს შინაგან საქმეთა სამინისტროში. შესაბამისად, როცა არის აქცია ძალადობრივი, ადგილი აქვს სახელმწიფო უწყებებზე თავდასხმას და თქვენ კარგად ნახეთ, რომ საქართველოს პარლამენტის შენობა ფაქტობრივად გადამწვარი იყო აქციის მოზავადე მონაწილეების მხრიდან. პოლიციამ გამოიყენა პოლიციის კანონით გათვალისწინებული შესაბამისი პროპორციული ძალა და სპეცსაშუალებები, რისი გამოყენების სრული ლეგიტიმური არათუ უფლება, არამედ სრული ვალდებულება ჰქონდა მას. ადამიანი, რომელიც აქ 2 დღე იყო ჩამოსული, არანაირი შეხება საქართველოსთან, ესე ვთქვათ, პროფესიული სახით არ ქონია, რომ ცოდნა ქონდეს საქართველოსზე, 2 დღე იყო აქ. და შემდეგ 2 დღეში 100 გვერდიანი დოკუმენტი დაწერაო, ასე გვეუბნებიან. ეს აჩვენებს ერთის მხრივ, აჩენს ეჭვს, რომ ეს არის დოკუმენტი, რომელიც არის კომპილაცია იმ სურვილებისა, რომელიც და იმ განზრახვებისა, რომელიც აი იმ ქვეყნებს, ვინც იყვნენ ინიციატორები, ჰქონდათ საქართველოსთან დაკავშირებით და გამოიყენეს ეს ექსპერტი იმისთვის, რომ ეს ადამიანი იმისთვის, რომ რაღაცა ფორმა მიეცათ. ჩვენ არაერთხელ ვთქვით, ჯერ კიდევ მოსკოვის მექანიზმის ინიცირების პროცესშიც ვთქვით, რომ ეს არის მცდელობა პოლიტიკური ანგარიშწორებისა საქართველოს მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ და შესაბამისად საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ. EUTOS ფარგლებში პროცესი დასრულებულია, ანუ EUTOS ფარგლებში პროცესის გაგრძელება აღარ ექნება. თუმცა ჩვენ უკვე დავინახეთ, რომ კონკრეტული ქვეყნები ახლა ამ მოსკოვის მექანიზმის ანგარიშს, უпростоრეთ ამ ანგარიშს გამოიყენებენ შემდგომში საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის თვის. ნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები EUTOS 57 წევრი სახელმწიფოდან მოსკოვის მექანიზმის ამოქმედებას საქართველოსთან დაკავშირებით მხარი 24-მა დაუჭირა, მათ შორის, რა თქმა უნდა, ჭარბობენ აღმოსავლეთ ევროპული თუ ნორდიკული სახელმწიფოები. კონკრეტულად 24 სახელმწიფოდან რომელიმე მიმართავს თუ არა ევროპულ დონეზე რაიმე ზომებს ეს მომავალში გამოჩნდება, რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, რომელიც ამ კრიტიკული ანგარიშის მთავარი ადრესატი არის. მთავრობის წარმომადგენლები, როგორც გვეკითხარით, ამბობენ, რომ მათთვის განსაკუთრებული ფასი ამ პოლიტიკურად ანგაჟირებულ მათთვის დოკუმენტს არ აქვს და შესაბამისად ამ დოკუმენტის წონას დაახლოებით იგივენაირია, როგორც პრემიერ-მინისტრმა თქვა დღეს ქართული ოცნებისთვის, როგორც მაგალითად აქამდე ევროპარლამენტში მიღებული არაერთი ანგარიში. მადლობა სალომე ქოქიაშვილმა გაგვაცნო ის გამოხმაურება, რომელიც EUTOS მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებულ ანგარიშს მოჰყვა.